მოგესალმებით. ვესდები მოკლედ აგიხსნათ, რას მოიცავს ჩვენი სერვისი. პირველ რიგში ჩვენ ვართ SEO სპეციალიზებული სააგენტო, რაც ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ ამ მიმართულებით ვმუშაობთ. ჩვენს გუნდში თქვენ შეხვდებით SEO სპეციალისტებს 10 და 12 წლიანი გამოცდილებით. მე პირადად მოვესწარი Google-ის ძალიან ბევრ ალგორითმის ცვლილებასა და განახლებას და დიდი ხანი ამ სფეროში ვარ. ხოლო რაც შეეხება ჩვენ სერვისს, მოკლედ რომ გითხრათ, ჩვენი სერვისი მოიცავს პასუხისმგებლობის აღებას აბსოლუტურად ყველა ფაქტორზე, რაც ჩვენ გვჭირდება პოზიციონირებისთვის. დაწყებული კონტენტით, დამთავრებული ბექლინკებით, ამ ყველაფერს ჩვენვე ვაწარმოებთ და ჩვენვე ვანთავსებთ იმისათვის, რომ მოვიპოვოთ პოზიციები. ანუ თქვენ, როდესაც ჩვენთან დაუკვეთავთ სერვისს, თქვენ არ გჭირდებათ არც დამატებით ხარჯების გაღება, არც დამატებით სხვა სპეციალისტების პოვნა, არც თქვენ ჩართულობა არ არის დიდად საჭირო. აბსოლუტურად ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენვე იმისათვის, რომ თქვენს ბიზნესს ჰქონდეს მოწინავე პოზიციები საძიებო სისტემაში. ჩვენ ვართ B2B ბიზნესი, მუშაობთ მხოლოდ ბიზნესებთან, გვესმის რამდენად მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის დრო, ამიტომ რეპორტინგი და კომუნიკაცია გვაქვს დახვეწილი ხელოვნების დონეზე და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ბიზნეს წარმომადგენლები მხოლოდ იმ ნაწილში ჩავრთოთ, სადაც მათ ჩართულობა საჭიროა, სადაც გვჭირდება, რომ განსაზღვროთ ბიზნესს რა საძიებო სიტყვებზე ესაჭიროება ოპტიმიზაცია, რა არის მისთვის პრიორიტეტი, რომელ სეზონზე რა მუშაობს მისთვის და ასე შემდეგ რა ინფორმაცია ჩვენ ფიზიკურად ვერ გვექნება, მხოლოდ ამ ნაწილში გვჭირდება ხოლმე მათი დახმარება. ეხლა მე დეტალურად გავყვები თვითონ სერვისს, ანუ რას მოიცავს ჩვენი სერვისი და როგორ მიდის ზოგადად პროცესი. ძირითადად ყველა პროცესი იწყება კვლევისა და ანალიზის ნაწილით. დასაწყისში ჩვენ დეტალურად ვიკვლევთ ბაზარს, საძიებო სიტყვების დეტალურ კვლევას ვაწარმოებთ, რომელ საძიებო სიტყვას რამდენი ადამიანი ეძებს, ამ ძიებებს როგორი სეზონურობა ახასიათებს, როგორი ტრენდი აქვს, რა კონკურენცია თითოეულ საძიებო სიტყვაზე. შემდეგ ამ საძიებო სიტყვებს ყოფთ რამოდენიმე ნაწილად, კივრდები, რომლითაც შესაძლოა მოხდეს გაყიდვა, transactional და commercial კივრდები და კივრდები, რომლებიც არის ინფორმაციული და ბრენდული. ამ კივრდებს ყოფთ მოკლედ რამოდენიმე ნაწილად, ამ ინფორმაციას ვაწვდით კლიენტს და შემდეგ კლიენტთან ერთად გავდივართ ბიზნესის რა მიმართულება არის მისთვის პრიორიტეტული, რითი დავიწყოთ, რაზე გავამახვილოთ უფრო მეტი ყურადღება და ჩვენი ძალა უფრო მეტად საით გავუშვათ. მაგას უკვე განვიხილავთ ბიზნესის წარმომადგენელთან და ასევე ეს კივრდების საძიებო სიტყვების კვლევა ბიზნესს ზოგად წარმოდგენასაც აძლევს იმასთან შედარებით ბაზარზე რა მოთხოვნაა, იმიტომ რომ Google-ის საძიებო სისტემას ყოველ შემთხვევაში საქართველოში და არამედ საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანი იყენებს. შესაძლოა ყოველდღიურადაც და დღეში რამოდენიმეჯერაც იყენებდეთ თუნდაც თქვენ Google-ის საძიებო სისტემას. და ყველა იყენებს სხვადასხვა მიზნით. ზოგი იყენებს იმისთვის, რომ რაღაც იყიდოს, ზოგი იყენებს იმისთვის, რომ რაღაც ინფორმაცია მოიძიოს. მოკლედ, ეს საძიებო სიტყვები თავისი მიზნებით განსხვავდება და ჩვენ მაქსიმალურ ინფორმაციას ვაწვდით ჩვენს კლიენტს ამ მთლიანად ბაზრის შესახებ, ანუ რა პოტენციალია, რა შეუძლია და რა შეგვიძლია, რომ აქედან ავითვისოთ. ამის შემდეგ ხდება კონკურენტების კვლევა. ეს საკმაოდ სიღრმისეული პროცესია, იმიტომ რომ გავიგოთ რას აკეთებენ კონკურენტები SEO ოპტიმიზაციისთვის, რას აკეთებენ სწორად, რას აკეთებენ არასწორად, რა აქვთ გაკეთებული იდეალურად, რამდენი ხანი მუშაობენ, რა ხარჯები აქვთ აღებული, ყოველთვიურად რამდენ კონტენტს ამატებენ, რა სიტყვებზე პოზიციონირებენ. კონკურენტების კვლევა საკმაოდ მნიშვნელოვანი ინსაიტებს გვაძლევს იმასთან დაკავშირებით, თუ რა გვაქვს გასაკეთებელი, იმიტომ რომ ჩვენ რამდენი მთავარი კონკურენტის სტრატეგიას ვიღებთ, მათ საძიებო სიტყვებს ვამოწმებთ და ვამატებთ ჩვენთან და შემდეგ ყველაზე მინიმუმ მათზე უკეთესად ვაკეთებთ იმას, რას ვაკეთებთ, რომ მოვიპოვოთ უფრო მაღალი პოზიცია, ვიდრე თქვენს კონკურენტებს აქვთ. ამის შემდეგ არის აუდიტის ნაწილი, უშუალოდ ვებსაიტის on-page და off-page SEO აუდიტს ვახორციელებთ, რათა ყველაფერი გავასწოროთ, მოკლედ შევქმნათ მყარი საძირკველი იმისათვის, რათა SEO ვაკეთოთ და რაც შეეხება თვითონ ამ ყველაფრის გასწორების პროცესს, გუნდში ყავს დეველოპერიც, ტექნიკური SEO-s ნაწილში თუ არის ვებსაიტი WordPress-ი, მაგ შემთხვევაში ამ ყველაფერს ჩვენ ვასწორებთ, მაგრამ ძირითადად ვუწერთ დეტალურად task-ებს და ინსტრუქციებს კლიენტის დეველოპერს ან დეველოპერთა გუნდს და შემდეგ ამ პროცესს მივყვებით, რომ ყველა პრობლემა აღმოიფხვრას
და მოვიდეს Google-ის სტანდარტებთან შესაბამისობაში. ეს არის თვითონ ტექნიკური SEO ოპტიმიზაციის ნაწილი. ტექნიკური SEO მოიცავს ძირითადად იმას, რამდენად მარტივად ხელმისაწვდომია ვებსაიტი საძიებო სისტემებისთვის და მისი ბოტებისთვის, რაიმეში ხელი ხომ არ შეგვეშლება SEO ოპტიმიზაციის ნაწილში. ძირითადად მაგას მოიცავს ტექნიკური SEO ოპტიმიზაცია. ამის შემდეგ ხდება on-page SEO ოპტიმიზაცია. On-page SEO ოპტიმიზაციით ჩვენ თითოეული გვერდი მოგვყავს მაქსიმალურ შესაბამისობაში იმ keyword-თან, რა keyword-ს ამ გვერდის დარანკვა გვინდა, პოზიციონირება გვინდა. ამისათვის, რა თქმა უნდა, დასაწყისში keyword-ების დეტალური კვლევა ხდება. შემდეგ ხდება keyword-ების mapping-ი. თითოეული keyword-ი ან keyword-თა ჯგუფი რაღაც გარკვეულ გვერდს შეესაბამება ვებსაიტზე. ჩვენ ამას განსვავსებთ რა keyword-ების ვითვისებთ ამჟამინდელი მდგომარეობით და რამდენი ახალი გვერდი უნდა შევქმნათ იმისათვის, რომ ბაზარი და keyword-ები ზოგადად თლიანად ავითვისოთ. და შემდეგ ხდება უკვე ამ keyword-ებზე on-page ოპტიმიზაცია და კონტენტის შექმნაც. კონტენტის ნაწილსაც, რა თქმა უნდა, ჩვენვე უზრუნველყოფთ. ჩვენ ყავს კომპანიაში გამოცდილი კონტენტის წერილები, რომლებიც ყველა პროექტზე მუშაობენ ინდივიდუალურად და კონტენტს წერთ ხელით და ყველა სფეროს ვუდგებით შესაბამისად. ვსწავლობთ აბსოლუტურად ყველა პროექტს, ყველა ბიზნესის მუღამებს, იმისათვის, რომ არ გქონდეს ნაწერს აცდენა ბიზნესთან, თემატიკასთან, ნიშასთან და ასე შემდეგ. მოკლედ, კონტენტსაც ჩვენვე უზრუნველყოფთ და ეს კონტენტი მაქსიმალურად შესაბამისობაშია Google-ის სტანდარტებთან. არის SEO ოპტიმიზირებული და ბევრად უფრო მალე იღებს პოზიციებს და ბევრად უფრო დიდხანს ნარჩუნდება კარგი კონტენტით მოპოვებული პოზიციები. ამის შემდეგ არის off-page SEO ოპტიმიზაციის ნაწილი, რაც მოიცავს backlink-ებს. Backlink-ებში ჩვენ ვაკეთებთ როგორც უფასო backlink-ებს, ასევე ძირითადი ძალა საიდანაც მოდის ფასიან backlink-ებს, რისთვისაც ვიყენებთ მედია პუბლიკაციებს, შესაბამისი გადალინკვებით. ამ ყველაფრისთვის გამოყოფილი გვაქვს ყოველთვიური ბიუჯეტი, რომელიც შედის მთლიანად ოფერის თანხაში და ყოველთვე რაღაც გარკვეული რაოდენობის თანხას ვხარჯავთ მედია პუბლიკაციებში. ეს მედია პუბლიკაციები არა მარტო SEO-სთვის არის კარგი, არამედ ზოგადად ბიზნესის ცნობადობისთვისაც საკმაოდ კარგია. რაც შეეხება პროცესს, როგორ მიმდინარეობს თვითონ პროცესი. კონტრაქტის გაფორმებიდან 24 საათში უგზავნით სამოქმედო გეგმას. ამ სამოქმედო გეგმაში გაწერილია აბსოლუტურად ყველა პუნქტი, რაც ჩვენ უნდა განვახორციელოთ. პროექტ მენეჯერი ინიშნება თითოეულ პროექტზე, რომელსაც აქვს კომუნიკაცია ბიზნეს წარმომადგენლებთან. ორ კვირაში ერთხელ გვაქვს bi-weekly reporting-ი წერილობითი, რომელიც მეილზე იგზავნება. ხოლო თვეში ერთხელ გვაქვს რეპორტინგის ზარი, სადაც გავდივართ მიმდინარე თვეში განხორციელებულ ქმედებებს, ასევე შედეგებს, მომდევნო თვის გეგმას, მოკლედ ყველაფერს, რაც შეიძლება რომ ბიზნესს აინტერესებდეს. ასევე თანამშრომლობის დაწყებიდან რამოდენიმე თვის შემდეგ ვაყენებთ keyword tracking-ის ხელსაწყოებსაც. Keyword tracking-ის ხელსაწყოები live რეჟიმში ამოწმებენ პოზიციებს ამა თუ იმ საძიებო სიტყვაზე და ნებისმიერ klientს შეუძლია რომ live რეჟიმში თვალი ადევნოს მისი ვებსაიტი, რომელ keyword-ზე რა პოზიციას იკავებს. პროექტზე მუშაობს პროექტ მენეჯერი, senior SEO სპეციალისტი, web developer და content writer-ი. ეს ყველაზე მინიმუმია, ვინც ამ თითოეულ პროექტზე მუშაობს. რაც შეეხება თვითონ პროცესს და რეპორტინგს, როგორ მიდის პროცესი და რატომ ვთვლი რომ ვართ საქართველოში და არა მარტო საქართველოში, მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე კარგად ორგანიზებული სააგენტო. ეხლა მე გაჩვენებთ ერთ-ერთი პროექტის სამოქმედო გეგმას, რომელიც ქართულ პროექტი არ არის, უცხოურად წერია ამ სამოქმედო გეგმაშიც ყველაფერი, თუმცა დაახლოებით წარმოდგენა შეგექმნებათ როგორ მუშაობთ. თქვენ ახლა ეკრანზე ხედავთ სამოქმედო გეგმას. აღნიშნული სამოქმედო გეგმა კონტრაქტის გაფორმების შემდეგ იგზავნება კლიენტს. კეთდება Google Drive-ზე შესაბამისი ფოლდერი, რომელზეც წლომას უზიარებთ კლიენტს. სტრაფი კომუნიკაციისთვის ვიყენებთ WhatsApp-ის ჩატს, ხოლო დოკუმენტებისთვის ვიყენებთ და რეპორტინგისთვის email მიმოწერას. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი სამოქმედო გეგმა. მარტივად რო გითხრათ პროცესი როგორ მიდის, მთელი თვის განმავლობაში რაც უნდა განხორციელდეს, აბსოლუტურად ყველაფერი გვაქვს პუნქტებად ჩამოწერილი. ამ პუნქტს აქვს შესაბამისი სტატუსი, მაგალითად ეს უკვე დასრულებული არის ეს პუნქტები და აბსოლუტურად ყველაფერს ებნევა შესაბამისი დოკუმენტი.
ანუ თითოეული ქმედება, რომელსაც ვახორციელებთ, დოკუმენტირდება და live რეჟიმში აპდეიტდება. ანუ ეს არ აპდეიტდება ორ კვირაში ერთხელ ან თვეში ერთხელ. როდესაც დასრულდება თითოეულ პუნქტზე მუშაობა, მაშინვე აპდეიტდება. თქვენ შეგიძლიათ ჩვენთან კომუნიკაციის გარეშე თვალი ადევნოთ ზოგადად თუნდაც ღამის 2-ზე, რა პროცესია თქვენი პროექტი, რა პროგრესია აქვს განცდილი, რა არის გაკეთებული და შემდეგ ეს რაც გაკეთებულია დეტალურად გადაამოწმოთ აბსოლუტურად ყველაფერი აუდიტების, ოპტიმიზაციის, რისერჩების, ანუ აბსოლუტურად ყველაფერი ჩათვლით. აი მაგალითად აქ არის keyword research-ის ნაწილი. აქაც keyword research-ის ნაწილია. საკმაოდ ღირებული და მნიშვნელოვანი ინფორმაცია გვაქვს დოკუმენტირებული და შეგიძლიათ რომ ნებისმიერ დროს შეამოწმოთ თითოეულ task-ი რა ეტაპზეა. ეს არის ეგრეთ წოდებული back-end-ი, ანუ ეს არის ჩვენ როგორც მუშაობთ მაგის ნაწილი, თუმცა ეს შეიძლება საერთოდ არ გაინტერესებდეთ თქვენ და თქვენც მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, კლიენტს მნიშვნელოვანია რა შედეგებს მიიღებს. ხოლო შედეგებისთვის ჩვენ ვიყენებთ keyword tracking-ის ხელსაწყოებს, როგორც უკვე გითხარით და live რეჟიმში მომხმარებელს უზიარებთ მის პოზიციებს, რომელიც ყოველდღიურად აპდეიტდება. ასევე ორ კვირაში ერთხელ რეპორტინგი, როდესაც გვაქვს, ვუგზავნით ორგანულად რა ცვლილებები განხორციელდა, მაგალითად, რომელიღაც საძიებო სიტყვა მე-10-დან მე-2 პოზიციაზე გადავიდა. ანუ ორგანული ტრაფიკი იყო დღეში 1000 კაცი, გაიზარდა 1200 კაცამდე. მსგავს დეტალურ რეპორტს ვუგზავნით ორ კვირაში ერთხელ მომხმარებლებს. ძირითადად უფრო მეტად ეს შედეგების ნაწილი უფრო საინტერესოა რა თქმა უნდა თქვენთვის, თუმცა ეს უშუალოდ პროცესი როგორ მიდის, ეს ყველაფერი დოკუმენტირებულია და თქვენთან იქნება გაზიარებული Google Drive-ის ფოლდერი, რომელშიც შეგიძლიათ ნებისმიერ დროს შეხვიდეთ და ნებისმიერ დროს ნახოთ თითოეული კვლევა ან ტექნიკური ან on-page ან off-page-ზე შესრულებული სამუშაოები. ან ჩვენ მუშაობთ მაქსიმალურად გამჭვირვალედ და აბსოლუტურად ყველაფერს რაც გაწერილი გვაქვს, მაგას არაფერს არ ვაკლებთ, თუ კიდევ არ დამატებით რაღაცეები. ესე იგი, როგორც ხედავთ, ეს არის მოქმედების გეგმის ფაილი, ხოლო ეს არის მიბმული დოკუმენტები მასში. აქ ზემოთ არის თვეები, აქ ხედავთ არის პროცესები, რომლებიც დასრულებულია, ხოლო არის პროცესები, რომლებიც ჯერჯერობით არ დაწყებულა. თუმცა აბსოლუტურად ყველაფერი არის დოკუმენტირებული და ხელმისაწვდომი ნებისმიერ დროს. რაც შეეხება KPI-ების ნაწილს. KPI-ების განსასაზღვრად ვიყენებთ ორ მეთოდს. პირველი მეთოდი არის არსებული პოზიციების საშუალო, რაც მარტივად რომ წარმოვიდგინოთ, თუ გვაქვს 100 საძიებო სიტყვა და საშუალოდ ამ 100 საძიებო სიტყვაზე არის 30 პოზიციაზე, ჩვენ განსაზღვრავთ KPI-ს მაგალითად 3 თვის და 6 თვის მანძილზე რა საშუალო პოზიცია უნდა მივიღოთ და 6 თვის მანძილზე რა საშუალო პოზიცია უნდა მივიღოთ. აი მაგალითად თუ საშუალოდ 100 საძიებო სიტყვაზე არის 30 პოზიციაზე, ну თუ არ პოზიციონირებს ვებსაიტი და ესე ვარავთ გაკეთებული, ჩვენი KPI 6 თვის შემდეგ შესაძლოა იყოს 20. ანუ საშუალო პოზიცია რო ვაქციოთ 20-ად. რაც გულისხმობს იმას, რომ ზოგიერთ საძიებო სიტყვა პირველ პოზიციაზე იქნება, ზოგიერთი მე-2-ზე, ზოგიერთი მე-5-ზე, თუმცა ზოგი ისევ მე-60-ზე და მე-80-ზე, ანუ საშუალოდ პოზიცია დავა 30-დან 20-მდე მაგალითად. ან შეიძლება 30-დან 10-მდეც იყოს გააჩნია, უბრალოდ ზოგადად KPI ესე გამოითვლება. აი მაგალითად, უფრო მარტივი მაგალითად. თუ გვაქვს 3 საძიებო სიტყვა, მანქანები, ავტომობილები და მანქანები იაფად. ამათი პოზიციების საშუალო თქვათ არის 10. ანუ თქვათ პირველი საძიებო სიტყვა მანქანები არის პირველ პოზიციაზე, ავტომობილები არის მე-20 პოზიციაზე, ხოლო მანქანები იაფად თუ ავტომობილები იაფად არის მე-9 პოზიციაზე. ამათ საშუალო პოზიცია გამოდის 10. ესაც შეხა პოზიციების საშუალოს, იმისათვის რომ მუდმივად პულსზე გედოთ ხელი. ნუ ეს პოზიციების საშუალოს რეპორტიც ორ კვირაში ერთხელ იგზავნება და შეგიძლიათ ნახოთ რამდენად გაქვთ პროგრესი, ნუ საშუალო პოზიცია რაც უფრო დაბლა ჩამოდის, მით უფრო მაღალი პოზიციები გაქვთ, ესე იგი. თუმცა იგი მას არ ნიშნავს, რომ თუ 100 keyword-ის საშუალოს ვანგარიშობთ, ხოლმე 100 keyword-ზე ხდება პოზიციონირება. შეიძლება ვებსაიტს გქონდეს 2-3000 keyword-ი, უბრალოდ შედეგების განსასაზღვრად ავარჩიოთ რაღაც საძიებო სიტყვების რაღაც კონკრეტული რაოდენობა. რაც შეეხება KPI-ის განსაზღვრის მეორე მეთოდს. KPI-ის განსაზღვრა ორგანული ტრაფიკის მიხედვით.
ამ შემთხვევაში ჩვენ Google Analytics-ის ან უფრო მეტად Search Console-ის საშუალებით ვიგებთ ბოლო 6 თვის საშუალო ყოველთვიურ ორგანულ ტრაფიკს, შემდეგ ამას ვადარებთ ბოლო 3 თვის და ბოლო 12 თვის ორგანულ ტრაფიკს და KPI-ით განსაზღვრავთ ტრაფიკის რაღაც პროცენტით ზრდას, მაგალითად 3 თვის ან 6 თვის ჭრილში. აი მაგალითად, თუ ვებსაიტის ორგანული ტრაფიკი არის 100,000 ყოველთვიურად საშუალოდ, ჩვენი მიზანი 6 თვიანი ზრდის მიზანი შესაძლოა იყოს 10%. ანუ 6 თვის შემდეგ ორგანული ტრაფიკი 100,000 ნაცვლად უნდა იყოს 110,000. ოღონდ ეგ ტრაფიკიც იმისაც რომ არ დაემთხვა სხვა სეზონურობა და გარე ფაქტორები, ბოლო რამოდენიმე თვის საშუალოს გამოვთვლით მაგ შემთხვევაშიც. მოკლედ KPI-ის განსაზღვრავთ ამ ორი მეთოდით. რა თქმა უნდა, ამის განსაზღვრა ხდება კლიენტთან ახლო კომუნიკაციით, რაც და რომელი მეთოდიც უფრო მოსახერხებელი იქნება მისთვის და უფრო შედეგიანი, იმ მეთოდს ვიყენებ. SEO ზოგადად არის გრძელვადიანი სერვისი, რაც გულისხმობს იმას, რომ შედეგების შედეგებს ვერ მიიღებთ 2 კვირაში. შესაძლოა რაღაც კონკრეტულ გამორჩეულ შემთხვევაში მიიღოთ 2 კვირაში შედეგები. თუმცა შედეგების მიღებას ესაჭიროება გარკვეული პერიოდი. და შემდეგ თუ მუშაობთ კონკურენტულ ნიშაში, ამ შედეგების შენარჩუნებასაც ჭირდება გარკვეული ძალისხმევა. შედეგების შენარჩუნებაში გულისხმობ იმას, რომ თუ მაგალითად top 3-ში ახვედით რაღაც აზიებო სიტყვებზე, შეიძლება top 3-დან ისე მეასე პოზიციაზე არ წამოხვალთ, მაგრამ თუ თქვენი კონკურენტებიც აკეთებენ SEO-ს და მუშაობენ, ნელ-ნელა ისინი გადაგისწრებენ და დაკარგავთ პოზიციებს. SEO არის გრძელვადიანი სერვისი. ჩვენს კლიენტებთან თანამშრომლობთ წლების განმავლობაში. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის პრიორიტეტულია პირველ რიგში ის, რომ ჩვენმა კლიენტებმა მიიღონ შედეგები და ეს შედეგები მათი ბიზნესისთვის იყოს სასარგებლო, ანუ მათ მინიმუმ ის დანახარჯი მალევე ამოიღონ, რასაც სერვისში ხდიან. საშუალოდ SEO-ს ROI გამოდის დაახლოებით 500-700% რამოდენიმე წლიან პერსპექტივაში. ასევე ჩვენი მიზანია, რომ ჩვენი კლიენტები გრძელვადიან პერსპექტივაში დარჩნენ კმაყოფილები. ამისათვის ვიყენებთ მაქსიმალურად white hat ან უსაფრთხო მეთოდებს Google-ში პოზიციონირებისთვის, რათა მიღწეული შედეგები შენარჩუნდეს ძალიან დიდი ხნით, თუ რომელიმე თქვენი კონკურენტი არ გააკეთებს SEO-ს თქვენზე უკეთესად და უფრო ინტენსიურად, რომ ვერ გადაგისწროთ პოზიციაზე და ძირითადად ჩვენთან კომპანიები თანამშრომლობენ გრძელვადიანი პერიოდით, იმიტომ რომ როდესაც გემოს გაუგებენ Google-ის ტრაფიკს და იმ მომხმარებლებს, რომლებიც აქეთ არიან დაინტერესებული მათი პროდუქციის ან სერვისის შეძენით და რომ ნახავენ, რამდენად სტაბილური არის ამ მომხმარებლების დინება, შემდეგ ძირითადად ჩვენთან თანამშრომლობენ წლები.